დღეს მოვედით Royal Fitness-ში, სადაც უნდა გავიარო ჩემი ბრძოლის ბოლო კვირეული. აქ ვემზადები, მეხმარებიან ჩემი მეგობრები მომზადებაში. ძალიან კარგ ფორმაში ვარ, წონის კლებასაც დავუწყებთ მალე და კარგ აღდგენასაც გავაკეთებ, იმედი მაქვს. ძალიან მიხარია რომ ეს ბრძოლა მივიღე. კარგად ვემზადები, ყველაფერი ჩავდი ამ ბრძოლაში, მაქსიმალურად შევეცდები რომ ეს ბრძოლა წამოვიღო. და მარტივი მეტოქი არ ვიქნები მისთვის რა და იმისთვის მივალ რომ ის კამარი წამოვიღო. ჯერ აქ მოვიტანო, სადაც ამ ყველაფერს ვაკეთებ, სადაც ჩემს თავს მაქსიმალურად ვამუშავებ, სადაც თელ ჩემს სულს და თელ ჩემს ენერგიას აქ მოვიტან, შემდეგ იმ კამარს წავიღებ ჩემს საყვარელ უბანში, ჩემს ოჯახში და დანარჩენი ყველაფერს უკვე რინგზე გადავწყვიტავთ რა. რინგზე ვიქნები ძალიან განსხვავებული, სხვა სტილით, სხვა ტაქტიკით, ძალიან დამუშავებული და ბევრი რამე შევცვალე მის მერე, ჩემი ბოლო ბრძოლის მერე ძალიან ბევრი რამე შევცვალე და დიდი იმედი მაქვს ჩემი თავის და უფლის რაც მთავარია. მეხები მოძრავდა. მეხები კარგად მოძრავდა ხელი აწეული გეჭი. ვახოსთან რამდენიმე თვეა. ვეხმარები ვახოს ბრძოლებში რამოდენიმე თვეა. ძალიან დიდ შრომას დებს. პროგრესები არის თვიდან თვემდე ბრძოლებში. არ ყავს მარტივი მეტოქე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან შემტევი ხასიათი აქვს. ყველაფერს დებს ამ ბრძოლისთვის, ზოგადად ყოველი ბრძოლისთვის. თავდაუზოგავად შრომობს. ეჭვი არ მეპარება მის წარმატებაში, თუმცა მარტივი მეტოქე არ აყავს. ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იქნება რა. არც ერთ ნაბიჯს არ გადადგავს ვახო უკან ამაში დარწმუნებული ვარ და ყველაფერს იზავს რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის. ამ ეტაპზე ძალიან კარგ ფორმაში ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა გამოვასწორო, ჩემი თავი შევცვალე, მაქსიმალურად დავხვეწე ყველაფერი, მაქსიმალურად შევეცდები, ჩემს თავს დავუპირდი, მივეცი პირობა რომ გავამართავ იგივე ბრძოლას 26-ში, რაც გავამართე ბესოფარჯიანთან. დიდი სურვილი მაქვს ეს კამარი მოვიგო, იმიტომ რომ ბესოფარჯიანთან მინდა რევანში, რაც ძალიან დიდი ხანია ამას, ეს მაქვს მიზნად, მინდა გავაერთიანო 70 კილოს ეს ჩემი კამარი და დროებითი კამარი და რევანში ავიღო ფარჯიანთან. პირდები ძალიან მაგარ სანახაობას 26-ში, ჩემს მაყურებელს, ჩემს გულშემატკივრებს, ყველა ადამიანს, ვინც იქ მოვა, იხილავს ძალიან მაგარ თავდადებას, ბევრ სისხლს, ბევრ შრომას და ყველაფერს განახებთ, რაც მე ჩავდევი აქ, ყველაფერს განახებთ 26-ში. მოვბრძანდით და ესწარით ამ ძალიან მაგარ სანახაობას, იხილეთ კიდევ ბევრი ძალიან მაგარი ბრძოლა და პირდები ძალიან მაგარ თავდადებულ ბრძოლას. დღეს პრესკონფერენციის დღეა, სადაც ჩამოვედი ქალაქ ფოთიდან, რომ დავსწრებულიყავი ესეთ შესანიშნაობას. რავი მომენატრა მართლაც, რასაც უყურებ საბურავებში ბრძოლა, ჩემთვის ოქტაგონი უცხო იყო და ვემზადებოდი ქალაქ ფოთში, ჩამოვედი. ფორმაში ვარ, უკვე წონაშიც ვარ, თან ყველაფერი იდეალურად წავიდა, ყველაფერი კარგადაა. და რავი ერთი სული მაქვს, როდის შედგება ეს პრესკონფერენციაც, იმიტომ რომ ცოტა ძველი ბექა უნდა დავბრუნდე და დანარჩენს კიდევ რინგზე ვარეში ბექა დავბრუნდები და მაგასაც განახებთ რა, ოღონდ აუცილებლად. და რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არა მხოლოდ ჩემს თავში შეიცვლება რაღაცეები, ისე დაბრუნებას ვაპირებ, რომ მთლიან გამაში შევცვლი ყველაფერს რა. რაც შეეხება ეხლანდელ ქარდს, რაც გადავხედე, მართლაც ბედნიერი ვარ, რომ წლის ქარდზე მიწევს ბრძოლა რა. ყველაზე მაგარი ქარდია, რაც კი აქამდე შემხვედრია, რაც კი აქამდე მიყურებია და დარწმუნებული ვარ იმედებსაც არ გააცრუებს რა. 3 საჩემპიონო ბრძოლაა, ჩემთან ერთად კიდევ 2 საჩემპიონო ბრძოლაა, სადაც უსასტიკესი მებრძოლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გაარკვევენ თავის ბეს და ასევე არის უმაგრესი გრან-პრის ფინალი, რომელთანაც გამარჯვებულთან დიდი ალბათობით ძალიან ახლო მომავალში მომიწევს ბრძოლა და მოკლედ სასაული ივენთია რა და ყველას გელოდებით საერთოდ. დღეს რამდენი უნდა ვილაპარაკო პრესკონფერენციაზე, იცი, მინდა ქვეყანა. მოდი მეთქი აქ ვახო. ვიმყოფებით გამა ფაით ჰოლში, რომელიც საბრძოლო მექად არის უკვე ქცეული. დღეს ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია 26 აპრილის წლის მთავარი ბრძოლებისთვის, სადაც გაიმართება 3 საჩემპიონო ბრძოლა და ერთი
გრან პრის ფინალი, რომელსაც უკვე რამდენი ხანია ველით და სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ნაირ მელიქიანი და ვლადიმერ იოსელიანი, ეს იქნება დაუვიწყარი ორთაბრძოლა. სამწუხაროდ მე 26 აპრილისთვის საქართველოში არ ვიქნები და ბრძოლას ფიზიკურად ვერ დავესწრები, მაგრამ შევეცდები მაქსიმალური სიამოვნება მივიღო დღევანდელი პრესკონფერენციისგან. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს ონლაინ, აზრი არა აქ ეს იქნება ლიდერბეტის პლატფორმაზე თუ გამატი ვიწერტილი ჯიზე. მადლობა ყველას, ვინც აქ ვერ მოხვედით, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად ხართ. Ну, დასრულდა დღევანდელი პრესკონფერენცია, საკმაოდ საინტერესო ჩაიარა, როგორც ველოდებოდი ზუსტად ისე ჩაიარა დაჟე. მომეწონა დღევანდელი დღე დაძაბულობებით, თავისი ადეკვატურობით, არაადეკვატურობით, ყველაფრით მომეწონა. რაც შეეხება აი ამ კონფერენციიდან გამომდინარე, უფრო ბევრი მიზანი დამესახა, უფრო ბევრი საშუალება მომეცა იმის, რომ ჩემი თავი წარმოვაჩინო და უფრო მეტი გავაკეთო. რაღაცეებიდან გამომდინარე, ადამიანებს ვანახო, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მოდის, თუნდაც პრესკონფერენციას ესწრება და ყურადღებას იჩენს და რაღაცა დროს გამოყოფს ჩვენთვის, იმ ადამიანებს დავუმტკიცო, რომ ყველა ღირსეულები ვართ, ყველა მებრძოლი აქ ვინც მოვდივართ და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი დავანახოთ ადამიანებს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, კმაყოფილი ვარ და მადლობა ორგანიზაციას, მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს და წარმატებები ყველა მებრძოლს, რა თქმა უნდა, წარმატებები ჩემს თავს უსურვებ ყოველთვის და მადლობა უფალს თითოეული ამ ლამაზი დღისთვის, როდესაც გვაძლევს შანსს, რომ ჩვენი თავები წარმოვაჩინოთ.